სომხური წარმომავლობის პოლიტიკური აქტივისტის ვაგნ ჩახალიანის ამნისტიის კანონის შედეგად გათავისუფლებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა ვანო მერაბიშვილმა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა იმ საფრთხის შესახებ ისაუბრა, რომელიც შესაძლოა ჩახალიანის გათავისუფლებამ ქვეყანას შეუქმნას. მერაბიშვილმა ამის მიზეზებიც განმარტა. მალულად გათავისუფლეს საქართველოს სახელმწიფოების წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო ჩახალიანი. მე მინდა გითხრათ, რომ ჩახალიანი არის ბოლო წლების ჯავახური სეპარატიზმის სულისჩამდგმელი. იგი იყო ლიდერი 2003-2008 წლებში საქართველოს გაძლიერების რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის წინააღმდეგ მოძრაობის, ჯავახეთის საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო, ჯავახეთში მთავარი მტერი ქართული სახელმწიფოებრიობის, რუსეთის სამხედრო დაზვერვის დაუფარავი ემისარი და ამით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენეს ქართულ სახელმწიფოებს და ქართულ საქართველოს მომავალს. მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი პირადად ინფორმირებულია რა ზიანის მოდენა შეუძლია მას საქართველოსთვის და მაინც იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება ჩემის აზრით, რომელიც ქართულმა ახალმა ხელისუფლებამ მიიღო. პანთონზე ქართულმა ხელისუფლებამ დააპატიმრა ცეზარ ჭოჩელი. მე მასზე ბევრს არ ვისაუბრე, მე გეტყვით მხოლოდ ერთს. ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პატრიოტი საქართველოსი. იგი ეხმარებოდა ყველა დაჭერილი და გარდაცვლილი კონფლიქტის ზონაში პოლიციელის თუ საქართველოს სხვა მოქალაქის ოჯახებს და იგი იყო რეალური პატრონი და დამხმარე ახალგორიდან მტოვრული საქართველოს მოქალაქეების. რა დამატებითი კომენტარები კეთდება ამ თემაზე უმცირესობისა და უმრავლესობის მხრიდან დავით ქაშიაშვილისგან გავიგებთ. ვახაგან ჩახალიანის გათავისუფლების შემდეგ განცხადებები გაკეთდა საპარლამენტო უმცირესობაშიც. გოგა ხაჩიძე იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც სამცხე ჯავახეთში მუშაობდა გუბერნატორად და მან რაღაც გარკვეული ეპიზოდებიც გაიხსენა და გარკვეული მაგალითებიც მოიყვანა ვახაგან ხაჩალიანთან მიმართებაში. იყო დღე, როდესაც ერთი კონკრეტული დღე, როდესაც მან და მისმა ასე ვთქვათ მოწყობილმა ასე ვთქვათ აქციამ, რომელშიც იყო იარაღი, მოლოტოვის კოქტეილები ეგრეთ წოდებული, შეკეტა ასე ვთქვათ ქალაქის ცენტრში ადგილობრივი სპეცრაზმი, დაატერორა ადგილობრივი პოლიცია. ეს ის დრო იყო, როდესაც ასე ვთქვათ არ იყო ჯერ კიდევ ქართული სახელმწიფო სტრუქტურები ისე აწყობილი იქ ჯავახეთში ადგილზე, რომ ასეთი რამეებისგან დაზღვეული არ ყოფილიყავთ. ეს არის ადამიანი, რომელსაც ერთი დღე არ უცხოვრია იდეით, რომ ის არის საქართველოს მოქალაქე. ეს არის ადამიანი, რომელიც ინტენსიურ ყოველდღიურ რეჟიმში აღვივებდა ასე ვთქვათ ეთნიკურ შუხს. ეს იყო ადამიანი, რომელიც კონკრეტული სეპარატისტული იდეებით გამოდიოდა. ეს არის ადამიანი, რომელიც არ აღიარებს, რომ ჯავახეთი არის საქართველო. საპარლამენტო უმცირესობაში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკაბესელია აცხადებს, რომ ვახაგან ხაჩალიანი ითხოვდნენ, რომ ყოფილიყო პოლიტპატიმართა სიაში არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა გარკვეული კითხვების გაჩენის შემდეგ ის პოლიტპატიმართა სიაში არ მოხვდა, რაც შეეხება მის ციხის დატოვებას. მის მუხლებს შეეხო ამნისტია და სწორედ ამნისტიის სიით გამოვიდა ის ციხიდან. ეს ადამიანი მე როგორც მახსოვს პოლიტპატიმართა ნუსხაში არ იყო. სხვაში ამიტომ რას აპროტესტებენ, ჩვენ ამნისტიის კანონი მივიღეთ. ამნისტია შეეხო კონკრეტულ დანაშაულებს, მათ შორის მძიმე დანაშაულსაც, რომელსაც 1/4-ით შეუმსუბუქდა მსჯავრი და თუ ახლა კანონის მოქმედება შეეხო კონკრეტულ დამნაშავებებს, ახლა ამის გაპროტესტება აბსოლუტურად არც სამართლებრივად არის სწორი და არც პოლიტიკურად. ჩახალიანთან დაკავშირებით იყო არასამთავრობო ორგანიზაციების ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ანგარიში, იყო სხვა მოსაზრებების, თუმცა გაიყო კომისიის წევრებს შორის აზრი. იყო განსხვავებული პოზიციაც, ამიტომ იმის გამო რომ კონსენსუსი არ იყო, ჩახალიანი პოლიტიკურ პატიმართა სიაში საბოლოოდ არ იყო შეყვანილი. თუმცა
ამნისტიის შესახებ კანონი როგორც ბევრ სხვა ამშავდებულ შეეხო, როგორც ჩანს მასაც შეეხო, იმიტომ რომ სასჯელის დიდი ნაწილი უკვე მოხდილი ჰქონდა. ამიტომ მოხდა ალბათ მისი გათავისუფლება. მე იმედი მაქვს, რომ ყველა ეს ადამიანი, ვინც თავისუფლდება, ძალიან კარგად გააცნობიერებს კიდევ ერთხელ ამდენ მნიშვნელოვანია თავისუფლება და ამიტომ იმედი მაქვს, რომ არც ერთი მათგანი უკან არ დაბრუნდება და არ ჩაიდენს კავსაწინააღმდეგო ქმედებას. Ჩვევესაუბრეთ უფლებადამცველ ნანა კაკაბაძესაც, რომელმაც საკუთარ სიაში როგორც პოლიტპატიმარი შეიყვანა ვახაგან ხაჩალიანი და პარლამენტს წარუდგინა ეს სია. თავად ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ მის ბრალდებაში არ იყო საკმარისი მტკიცებულებები და სწორედ ამიტომ მიიღეს უფლებადამცველობა გადაწყვეტილება, რომ მისთვის მიეცათ პოლიტპატიმრის სტატუსი და სწორედ ამიტომ შეიყვანეს ის სიაში. რეალურად მის წინააღმდეგ არ არსებობდა არანაირი სამხილი. ის იარაღიც კი, რომელიც მას ამოუღეს, მისი ანაბეჭდები ამ იარაღზე არ იყო. ანუ მტკიცებულება არ არსებობდა და აშკარა იყო, რომ ხელისუფლებას ჰქონდა პირადი ინტერესია ეს ადამიანი მოექცია გისოსებში და ჩვენი ჯგუფი დაინტერესდა, როდესაც მან მომართა. ჩვენ ვესაუბრეთ ადვოკატებსაც, ვესაუბრეთ მის ახლობლებსაც ამ საქმესთან დაკავშირებით და კომისიამ გადაწყვეტა, რომ ის იყო პოლიტიკური ნიშნით-დემნილი, თუმცა, როდესაც ჩვენ ესიები გადავეცით უკვე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს და მოხდა მისი განხილვა, შემდგომ იყო საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლების ზოგიერთ წევრებს ჰქონდათ მის მიმართ განსაკუთრებული კითხვები და ამიტომ გთხოვეს თავის შეგვეკავებინა მანამ სანამ ამ კითხვებზე არ გაიცემოდა პასუხი. ვახაგან ხაჩალიანი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებისთვის, არეულობის მოწყობისთვის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის. აი ამ სამი მუხლით იყო ბრალდებული.